ლიზას გაჩენა დაუგეგმავად მოხდა. ის დაიბადა მაშინ, როცა მისმა მშობლებმა უნივერსიტეტი დაამთავრეს. სამწუხაროდ მათ ბავშვის ქვეყნად მოვლინება აღიქვეს როგორც უზარმაზარი დაბრკოლება თავიანთი ბედნიერებისთვის. მათ უნდათ კარიერა აეწყოთ, მაგრამ ბავშვის გაჩენის შემდეგ იგრძნეს, რომ შესაძლებელი იყო მათი ჩანაფიქრი არც გამოსულიყო. ბებიამ და ბაბუამ მიუხედავად იმისა, რომ ასაკში იყვნენ და ჯანმრთელობითაც არ იყვნენ მხნედ, თავიანთ ვაჟს და რძალს შესთავაზეს დახმარება და ბავშვზე ზრუნვა. წყვილი რასაკვირველია, სიხარულით შეხვდა ამ ამბავს. მოხუც ცოლ-ქმარს სიამოვნებით დასთანხმდნენ. ამრიგად ბაბუა ბებიამ გადაიბარეს შვილიშვილზე ზრუნვა. სხვათაშორის სწორედ ისინი იყვნენ ის ადამიანები, ვინც ახალგაზრდა წყვილს აბორტის გაკეთება გადააფიქრებინეს. ასე გავიდა დრო. ბოლოს და ბოლოს პატარა გოგონას მშობლებმა მოახერხეს კარგი სამუშაოს პოვნა და ყოველნაირად ცდილობდნენ წინსვლას. პატარა ლიზა კი ბებია ბაბუის მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა. უნდა ითქვას, რომ გოგონა მშობლებისგან ვერ იღებდა იმ სიყვარულს და ყურადღებას, რომელსაც ნებისმიერი ბავშვი იმსახურებს. მას თითქმის არ აქცევდა ყურადღებას დედმამა. წყვილმა მოგვიანებით საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. მათ ისე კარგად წაუვიდათ საქმე, რომ რადგან კარგი შემოსავალი გაუჩნდათ და ბაბუა ბებიასაც უკვე აღარ შეეძლოთ, გოგონასათვის ძიძაც კი დაიქირავეს. თუმცა ისინი ორთავენი საქმეს უფრო დიდ ყურადღებას უთმობდნენ, ვიდრე თავიანთ გოგონას. როცა ლიზას 5 წელი შეუსრულდა, მისი დედა კვლავ დაფეხმძიმდა. ამ შემთხვევაში კი ეს დაგეგმილი ორსულობა იყო. მშობლები მოუთმენლად ელოდნენ მეორე ქალიშვილის ქვეყნად მოვლინებას. როდესაც ლიზას და დაიბადა და მას ამელია დაარქვეს, ყველა ბედნიერი იყო. მშობლები ეთაყვანებოდნენ მას და მთელი ყურადღება მასზე ჰქონდათ გადატანილი. სამწუხაროდ ბაბუა და ბებია ვერ მოესწნენ მეორე შვილიშვილის დაბადებას, რადგან იმ დროისათვის ისინი ორთავენი დაღუპული იყვნენ. ბაბუა უკურნებელი სენით გარდაიცვალა, ბებია კი ალცჰაიმერით მოხუცთა თავშესაფარში. ლიზა ყველაფერს თავისი ბავშვური თვალებით უცქერდა. ერთი რამ ვერ გაეგო და კითხვა უჩნდებოდა. რატომ იღებს მისი და ყველაფერს და ის კი არაფერს? თავის ასაკში მას უკვე ყველაფერი ესმოდა და ყველაფერს ხვდებოდა. ამასთან ერთად ის სრულიად დამოუკიდებელი ბავშვი იყო და საკუთარ თავზე თავად ზრუნავდა. ვერ წარმოიდგენთ, როგორი სევდიანი იყო ხოლმე, როცა გრძნობდა, რომ ვერ იღებდა იმ სიყვარულს, რაც ბავშვმა უნდა მიიღოს მშობლებისგან. გავიდა რამდენიმე წელი. ლიზამ დაამთავრა დაწყებითი სკოლა. მალე ამავე სკოლის ხელმძღვანელობა სასწავლო წლის დამთავრების აღსანიშნავად ზეიმის გამართვას გეგმავდა. გოგონა მორცხვად მივიდა მშობლებთან იმისათვის, რათა მათთვის ახალი კაბის ყიდვა ეთხოვა და მაღაზიაში გაყოლა. დედამ ჯერ ალმასერად გადახედა საკუთარ შვილს, ბოლოს კი უკმაყოფილოდ მისცა მას ფული და უთხრა: შენ ყოველთვის ითხოვ და ითხოვ. ხომ იცი მაღაზია სადაც არის? წადი და თავად იყიდე, რაც გინდა. ჩვენი წაყოლა სულაც არ გჭირდება ამისათვის. ლიზა არ იყო მომთხოვნი ბავშვი. იშვიათად თხოვდა მშობლებს რაიმე ეყიდათ მისთვის. იყო მორიდებული და უპრეტენზიო. ამიტომაც გააკვირვა დედის ამგვარმა პასუხმა. გოგონას ისღად არ ცენოდა წასულიყო მაღაზიაში მარტო. გული უკვდებოდა. რატო? ეს კითხვა უტრიალებდა მხოლოდ თავში. გზაში მიმოვალმა ერთ-ერთ მაღაზიაში მშობლები შენიშნა. როცა მიუახლოვდა, დაინახა, რომ ისინი მისი დაიკოსთვის საკმაოდ ძვირიან სამოს ყიდულობდნენ. მშობლებმა ვერც შეამჩნიეს ის. გული საშინლად ჩაწყდა. სახლში დაბრუნებულს ცრემლი მოადგა თვალებზე. ფიქრობდა, რომ დედას და მამას ის არ უყვარდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მას არ შეეძლო მათ გარეშე. მას წრფელი გულით უყვარდა ისინი და ფიქრობდა, რომ დადგებოდა დრო, როცა ისინიც ასეთი გრძნობით უპასუხებდნენ. დებს შორის ურთიერთობასაც ვერ დაარქმევდით იდეალურს. ამელია ხშირად ლიზას აბრალებდა თუ კი რაიმეს გააფუჭებდა. მუდმივად მისკენ იშვებდა თითს. მშობლებსაც ჯეროდათ მისი და სჯიდნენ უფროს გოგონას იმისათვის, რაც მას არ ჩაუდენია. ასე გავიდა წლები. ლიზას მუდმივად თავად უწევდა საკუთარ თავზე ზრუნვა. ის საოცრად გაწონასწორებულ და სამართლიან გოგონად ჩამოყალიბდა. აი ამელია კი ძალიან ამპარტავანი და თავხედი გოგონა გახდა. ლიზამ წარმატებით დაამთავრა სკოლა და სტიპენდიაც კი დაიმსახურა უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. რადგან მისი უნივერსიტეტი სხვა ქალაქში იყო, მას მისი მშობლიური სახლის დატოვებაც მოუწევდა. მართალია მის მშობლებს შეეძლოთ მისი მოწყობა უფრო პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ვიდრე მან მოძებნა და უკეთესი ოთახის დაქირავებაც მისთვის, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. ლიზა დაბრუნდა სახლში მისი ბარგის ჩასალაგებლად, თუმცა ვერც მშობლებმა და ვერც დამ შეიძლება ითქვას, რომ ვერ შეამჩნიეს, რომ ის წასასვლელად ემზადებოდა. დედამ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დაურეკა იმის შესაკითხად, თუ სად იყო. დედა, მე უკვე გელაპარაკე ამის შესახებ, რომ გადავდივარ სხვა ქალაქში უნივერსიტეტში სასწავლებლად. დედის პასუხმა გააოგნა გოგონა.
ესე იგი შენ უკვე ჩვენთან აღარ ცხოვრობ? თუ ასეა, მაშინ შენს ოთახში მოსამსახურე შეუშვებ. ლიზა მიხვდა, რომ მისი ადგილი უკვე აღარ იყო მის მშობლიურ სახლში. მან მხოლოდ ეს უპასუხა: დედა, ჩემთვის მისაღები იქნება ყველაფერი, რასაც გადაწყვეტ. მიყვარხარ. გავიდა 5 წელი და ამელიამ დაამთავრა სკოლა. მშობლებს მოუწიათ რამდენიმე რეპეტიტორისთვის ფული გადაეხადათ, რათა გოგონა უნივერსიტეტისთვის მოემზადებოდათ. მათ საკმაოდ დიდი თანხის გადახდაც მოუწიათ, რომ ამელია ქვეყნის საუკეთესო უნივერსიტეტში მოხვედრილიყო. ლიზა სხვა ქალაქში გადასვლის შემდეგ იშვიათად ნახულობდა მშობლებს და დას. მაქსიმუმ ერთხელ წელიწადში და როცა ჩადიოდა მშობლიურ სახლში, ხვდებოდა რომ არავინ არ ელოდა იქ. ხდებოდა ხოლმე ისეც, რომ სახლში არავინ დახვდებოდა. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, ლიზას მაინც ენატრებოდა მშობლები და და. საბოლოოდ გოგონამ დაამთავრა უნივერსიტეტი. ის კურსზე ყველაზე საუკეთესო იყო, ამიტომაც როგორც კი დაამთავრა სწავლა, ერთ-ერთმა ფირმამ სამუშაო შესთავაზა კარგი ანაზღაურებით. ლიზა ხვდებოდა, რომ მისი ყველა ძალისხმევა ნამდვილად იყო შედეგიანი. ის უკვე სპეციალისტთა გუნდის ნაწილი გახდა, რომლებიც სამუშაო მივლინებებით სხვადასხვა ქვეყნებში დადიოდნენ. ლიზაც მათ სიაში იყო და თავს არ იზოგავდა, რათა კომპანიის განვითარებაში მიეღო მონაწილეობა და ამ ყველაფრით კი ღირსეული შემოსავალი ჰქონოდა. გოგონას ცხოვრება შეიძლება ითქვას მშვენივრად იყო დალაგებული, თუ არ ჩავთვლით ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. ერთ დღესაც ლიზამ გაიგო, რომ მისი მშობლები გაკოტრების ზღვარზე იყვნენ. ისინი ცდილობდნენ, რომ როგორმე გამოსულიყვნენ ამ მდგომარეობიდან და ბანკროტი აერიდებინათ თავიდან. ამის შესახებ დედისგან გაიგო. გოგონას ძალიან გაუხარდა მისი ზარი. უპასუხა და გაიგონა აღელვებული ხმა. დედას არც კი მოუგითხავს, მაშინვე გადავიდათ ხოვნაზე. ლიზა, ფული გჭირდება. ჩვენი ფირმა გაკოტრების პირასაა. ბევრი რამის და მათ შორის მანქანების გაყიდვაც კი მოგვიწია, რომ როგორმე შეგვეჩერებინა ეს პროცესი. ძვირფასო, ძალიან გთხოვ, ნუ გავწირავ. ლიზამ მოისმინა სიტყვა ძვირფასო, რომელიც დედისგან აქამდე არასდროს გაეგონა. ეს განსაკუთრებული მომენტი იყო. ის წავიდა ახლომდებარე ბანკში და გადაურიცხა საჭირო თანხის მთელი რაოდენობა. მეორე დღეს მან თავად დაურეკა მშობლებს, რათა გაეგო როგორ არიან და მიიღეს თუ არა თანხა, თუმცა ზარზე არც ერთმა არ უპასუხა. ერთი კვირის შემდეგ მამამ თავად დაურეკა მას იმისათვის, რათა კვლავ ეთხოვა ფული. აღმოჩნდა, რომ გაგზავნილი თანხა არ იყო საკმარისი. ლიზა დაპირდა, რომ ისევ გადაურიცხავდა. მან გადაწყვიტა, რომ მშობლებს დახმარებოდა იმით, რისი საშუალებაც ჰქონდა. მის ანგარიშზე არსებობდა გარკვეული თანხა, არც თუ ცოტა. ეს იყო მისი დანაზოგი, რაც მუშაობის დაწყებიდან დღემდე დააგროვა. თუმცა მოულოდნელად რაღაც ეჭვი გაკრთა მის გონებაში. მანამდე არასდროს არ შეპარვია ეჭვი, თუმცა ახლა რატომღაც გადაწყვიტა რაღაც ინფორმაციები მოეძებნა საკუთარ ოჯახზე. იცოდა, რომ მშობლები არ სარგებლობდნენ სოცქსელები, თუმცა აუცილებლად იქნებოდა მისი და რომელიმე ქსელში. ეძია სახელი და გვარი, თუმცა ძიებამ შედეგი ვერ გამოიღო. ბოლოს გაახსენდა მისი დაიკოს ყველაზე ახლო მეგობარი გოგონა. მოძებნა მისი პროფილი და ჩაუყვა მისი მეგობრების სიას. ამ სიის შუაში კი აღმოჩნდა მისი და ამელია ინიციალებით. დაიკოს მთავარი ფოტო მაშინვე მოხვდა თვალში. გადავიდა პროფილზე და მისი ფოტოების დაათვალიერა. სახტად დარჩა, როცა ერთ ფოტოს მოჰკრა თვალი. ამ ფოტოზე მამა იმ მანქანასთან იდგა ლუდით ხელში, რომელიც მათი თქმით გაყიდეს. სავარძლებში კი დედა და ამელია ისხდნენ ბედნიერი სახეებით. მომდენო ფოტო ძვირფას რესტორანში იყო გადაღებული, სადაც და დედასთან ერთად გემრიელად ვახშმობდა და საკოლექციო ღვინოსაც წრუპავდა. ყველა ფოტო იყო ახალი და მას შემდეგ ატვირთული, რაც ლიზამ ფული გადაურიცხა მათ. თითქოს გულში ბასრი დანა ჩასცეს, გუნება მოეწამლა. კიდევ არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ მისი ოჯახის წევრები ატყუებდნენ. თუმცა ფაქტი ჯიუტი იყო, ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდა. საბოლოოდ მიხვდა, რომ აჯობებდა ყველაფრისთვის ხაზი გადაესვა. უნდა მიეღო და შეგუებულიყო იმ აზრს, რომ მისი ოჯახისთვის ის არასდროს არ ყოფილა მნიშვნელოვანი. არასდროს მიუღია მათგან სითბო, რასაც ასე ნატრობდა ყოველთვის. მთელი ცხოვრება ცდილობდნენ როგორმე მის გარეშე ყოფილიყვნენ. დაჭირდათ და სწორედ მაშინ გაახსენდათ. მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათთვის 1 ცენტიც არ გაეგზავნა. უკვე აშკარა იყო, რომ მათ ფული მეტი კომფორტისთვის სჭირდებოდათ. ერთი კვირის შემდეგ ლიზას კვლავ დაურეკა დედამ და ნაწყენი ხმით უთხრა, რომ ჯერ კიდევ არ მიუღიათ ფული მისგან. ლიზამ უთხრა, რომ არ აპირებს მათთვის არაფრის გაგზავნას. როგორ შეგიძლია ასე მოგვიქცე? ჩვენ შენი ოჯახი ვართ. შენ მე გაგაჩინე. ეუბნებოდა დედა აღელვებული ხმით. გოგონამ არაფერი უპასუხა, უბრალოდ ზარი გაუთიშა. ერთი მხრივ საშინლად გრძნობდა თავს იმისათვის, რომ არ დაეხმარა მათ. მეორეს მხრივ კი გრძნობდა, რომ ის უკვე სწორად მოიქცა.
ისინი არაფრის ღირსი არ არიან მისგან. შეიცვალა ტელეფონის ნომერი, რათა მეტად აღარ მოესმინა საუბარი იმადგან, რომლებიც მხოლოდ ატყუებენ და გულს ტკენენ. მალე ლიზას ოჯახმა ნამდვილად განიცადა ეკონომიკური კრახი და მათი კომპანია რეალურად გაკოტრდა. მათ მართლაც მოუწიათ მთელი ქონების გაყიდვა იმისათვის, რათა როგორმე შეეჩერებინათ დაღმავალი პროცესი, თუმცა უშედეგოდ. ყველაფერი დაკარგეს. ახლა პატარა ნაქირავები ბინაში ცხოვრობენ თავიანთ უმცროს ქალიშვილთან ერთად, რომელმაც აქამდე ვერ დაამთავრა უნივერსიტეტი. ყველაფერი შეიძლებოდა სულ სხვაგვარად განვითარებულიყო, რომ დედმამას უფროსი ქალიშვილისთვის ცოტათი მეტი დრო დაეთმოთ. ეზრუნათ მასზე და ყვარებოდათ ისე, როგორც უმცროსი შვილი. ლიზას მოუწია შეგუებოდა იმ ფაქტს, რომ მის ოჯახს ის არასდროს არ ყვარებია. მან გადაწყვიტა, რომ მეტად აღარ ქონოდა ურთიერთობა ოჯახთან, თუმცა რადგან გულში ისე ქონდა მათი წრფელი სიყვარული, არავინ იცის რა მოხდებოდა მომავალში. ეს ისტორია გვასწავლის იმას, რომ აუცილებელია გვიყვარდეს ჩვენი შვილები ერთნაირად და არ ვარჩევდეთ მათ ერთმანეთისგან. ვინაიდან ეს მხოლოდ იმას დააზიანებს, ვის მიმართაც არ ვიჩენთ საკმარის სიყვარულს. ამელია, რომელიც ყველაფერს იღებდა ბავშვობაში, ვერაფერს ვერ მიაღწია. ცხოვრობს მშობლებთან ერთად. ლიზა კი, რომელსაც ყველაფერი აკლდა მათ შორის მშობლების სიყვარული, ცუდ და ბოროტ ადამიანად არ ჩამოყალიბდა. პირიქით, წარმატებული და საჭირო ადამიანი გახდა. დღეისათვის სულ ეს იყო, მეგობრებო. იმედი მაქვს, ნამდვილად მოგეწონათ ისტორია და ვიცურვებდი, რომ გაგეზიარებინათ ყველასათვის. ნუ დაიზარებთ ვიდეოს მოწონებას და გპირდებით მალე ახალი საინტერესო ისტორიით დაგიბრუნდებით. ნახვამდის.